ვა, გიგას გამომარჯოს. Joss, გაუმარჯო. Joss to the გამომარჯოს. boss. Best country, Georgia! That's all, let's go, man! მოგესალმებით ყველას, Fight Hop podcast-ი ნოსტალგიორგი სართანია, რომეო 50 ცენტერაძე და დღეს არის ჩვენი სპეც შეკვეთა ლეგენდა ადამიანი ქართულ MMA-ის სამყაროში და საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება ამ სფეროში გიგა კუხალაშვილი. გიგა, როგორ ახარ? მაგრად არის ყველაფერი. მადლობა მოპატიჟებისთვის და ასე წარდგენისთვის. God bless. გიგა, პირიქით, მადლობა, რომ მეორე გვესტუმრე, უკვე მეორე ხარ ჩვენთან შოუში და იმის მერე, ანუ იმდენად სწრაფად მოძრაობს ყველაფერი ქართულ MMA-ში, იმის მერე ჩემპიონი დაგვემატა ერთი. მაშინ ერთი ჩემპიონი ყავდა, შეეხა უკვე ორი ჩემპიონი ყავს. თან იცავენ კამრებს, გადადიან სხვა ზონის კატეგორიაში ჩვენი ჩემპიონები. ზრდიან ამ თავიანთ ამ სახელს და მემკვიდრეობას სპორტულს და მიუხედავად ამისა, მაინც არის რაღაცები, რაზეც მინდა შევეხო პრობლემები ქართულ MMA-ში და ჩემი აზრით შენ ყველაზე ისეთი ადამიანი ხარ, ვისთანაც უნდა ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. მაგრამ რა ვიცი, აი ესეთ მოკლე დროში რომ ესე ამდენი რამე მიემატა, ამდენი წარმატებები ქონდა კიდე ეგეც საოცრებაა. გარდა ამისა, გიგა, გვინდა რომ დაგელაპარაკოთ შენ რა პროექტებიც გაგრაშიც ხარ ახლა ჩართული ყოველწინა ვიზიტზე ვერ მოვახერხეთ, ვერ მოვასწარით ამ ყველაფერზე საუბარი და დღეს გვინდა ძალიან ამას რო შევეხო და მოდი მაგით დავიწყოთ, ხო გიო? კი, ბატონო. კი, და ქართული ეკონომიკა ძმაო, როგორ შეაფასებ? ქართული ეკონომიკას ალბათ ეკონომისტებმა რო ისაუბრონ მაგაზე უფრო კომპეტენტურები იქნებიან. ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცა მცირედი ანალიზი გავაკეთოთ. კი ბატონო. კი, მართლა გვაინტერესებს გიგა რა. ანუ დღესდღეობით, ანუ რა პროექტები გააქვს და რა ხდება შენ ცხოვრებაში და რითი ხარ დაკავებული რა? კი, ესე იგი მართლები ხართ, ბევრად სწრაფად ვითარდება მოვლენები, ვიდრე ჩვენ ამას ვინატრებდით და ვიდრე მოლოდინი გქონდა, თან ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. არა მარტო უბრალოდ ორი ჩემპიონი ყავს P4P Pound for რეიტინგში, pound. ხო, აა, პირველი ნომერია ილია და მესამე ნომერია მერაბი, რაც ხო, ე, მესამე კი, ნომერი ეგრეა, მესამე. მერაბი, ეგრეა. რაც უბრალოდ ჩემპიონობით არ შემოიფარგლება რა, ამიტომ თან ამავდროულად ეს ჩვენგანაც მეტ შრომას მოითხოვს, რომ ამ მოვლენებს დროულად წამოვეწიოთ ხოლმე და არ ჩამორჩეთ, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი წარმატების გაშუქება, როგორც თვითონ მათთვის, ბიჭებისთვისაც სამოტივაციოდ, ისე იმ ახალგაზრდა თაობისთვის, რომელთანაც უნდა მივიტანოთ ჩვენ ეს ინფორმაცია და უკვე თითქმის ყველა მიცის, მაგრამ ალბათ სადღაც რაღაცა არის ადამიანები და ახალგაზრდები, რომელიც სიღრმისეულად არ არიან ამაში ჩართულები და მაგის პროპაგანდა უნდა აქტიურად ვაწარმოოთ, რომ სიღრმეებში შევიყვანოთ ბავშვები და ის ჭაბუკები, რომლებიც სხვა რაღაცეებში ხარჯავენ თავიანთ ენერგიას. კი ბატონო. უშუალოდ ჩემ პროექტებს რაც ეხება, ეს ამ ეტაპისთვის გამას მუშტიკრივი არის, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და მე ვთვლი, რომ საკმაოდ კარგ ეტაპზეა ახლა ორგანიზაცია ასული, რადგან ბევრი კარგი ახალი მებრძოლი დაგვემატა და სხვადასხვა გუშინ მეგობართან საუბრობდი ამაზე რა, აი თქვათ დღეს როგორი მებრძოლები არიან და მეკითხება რომ კარგად არ არის ხა ეს არ იყო გათვითცნობიერებული გამაში და თქვენ ხო ალბათ უფრო აი სამოყვარულო თემა გაქვთ ხო? ნუ თავიდან რო დავიწყეთ. მაშინ ხო. მართლა სამოყვარულო იყო და მებრძოლები ხა ვარჯიშობდნენ ერთი ორი კვირა, ქუჩაში ირბენდნენ, აა, რაღაც ტურნიკს ხდებდნენ და თვლიდნენ რომ всё, აი ბრძოლისთვის მზად ვარ და მაჩხუბეთ. მაგრამ დღესდღეობით ის მებრძოლები, ვინც აი ამ მსგავს მომზადებას გადიოდა, უკვე პროფესიონალად მოძღებიან საქმეს და პროფესიონალურ ლიგას პროფესიონალი მებრძოლები ქმნის.
ვარჯიშობენ, ემზადებიან, სპორტით ცხოვრობენ, რაღაც დამატებით შემოსავლებს ნახულობენ ზუსტად ამ სპორტის მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკვე მე მე რამდენი წელია გამას ორგანიზაცია პროფესიონალურ მუშტიკრივად არის ქცეული. თუმცა სიახლეებს რაც ეხება, დიდი სიხარულით მინდა თქვენთან თქვა ეხლა ადამიანოსები არსად, რომ აგვისტოდან თუ ყველაფერი ხე кейჯს ვაკეთებთ, რაღაც ქართს ვკრავთ და MMA-ის ტურნირები დაემატება, ვაუ, რომელიც ცალკე ივენთებად გამოვა და ვაუ, არის გადაკვეთაში მუშტიკთან ჩვენ ადრე ერთი წლის წინ დაახლოებით ну ცოტა უფრო ნაკლები თვეების ნაკლები დროის წინ გავაკეთეთ შერეული ჰიბრიდული ტურნირი, სადაც მუშტიკრივიც იყო და მმ, MMA-ს. ეს ჩემი მისწრაფება იყო თავიდანვე, რომ ეს MMA-ის ტურნირები აუცილებლად უნდა ქონოდა ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს საბრძოლო ხელოვნება, აი მუშტიკრივი MMA და გრეპლინგი უნდა შეიკრას რაღაც ერთ მუშტად და უნდა ძალიან გაერთიანებული უნდა იყოს ორგანიზაციის ფარგლებში. თუმცა მაშინ დიდად არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან დამაკლდა MMA-ის ბრძოლების რაოდენობა და უშუალოდ არ უნდა დაგვაუვიწყდეს მუშტიკრივი, რომელთაც დავიწყეთ, ხო და იმ მებრძოლების მიმართ ის პასუხისგებლობა, რაც ორგანიზაციას გააჩნია, ის არ უნდა დავიწყოთ, რომ მუშტიკრივის ბრძოლები ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ იქ KG იყო 8 მეტრიანი და ამან ფაქტიურად რადიკალურად შეცვალა სურათი. ეს დიდ გავლენას იქონიებს ხოლმე ბრძოლის წარმართვაზე, იმიტომ რომ ეხლა ბიჭები გაწაფულები არიან და მომზადებულები არიან შედარებით აჰა. ზომის რინგზე, სადაც აქტიურად მიდის იქ დინამიური ბრძოლაა და ბევრი კლინჩია, ნაკლები გადაადგილება ხო. და მე თავიდანვე როცა ორგანიზაციას ვქმნიდით, კაკას მაგის წინააღმდეგი ვიყავი, რომ დიდი რინგი ყოფილიყო, რათა აი ეს სხვადასხვა სფეროდან მებრძოლების შანსები გათანაბრებულიყო. ახლა დიდ რინგზე უშუალოდ კლასიკურ მოკრივეს ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე აბსოლუტურად. MMA-ის მებრძოლს. ამავდროულად მოჭიდავისაც უნდა ჰქონოდა ჩვენთან მოხვედრის და წარმატების მიღწევის საშუალება, რომ მას კლინჩში მუშაობა შეძლებოდა და სხვადასხვა საბრძოლო სპორტის სახეობები და რომ შემოგვიყვანა მებრძოლები და მაშინ არ მომეწონა დიდად, თუმცა ეხლა როგორც იქნა, დადგა დრო, დადგა ჟამი, რომ ჩვენ დავაანონსებთ, აი უკვე დავაანონსებ პრინციპში MMA-ის ვაუ, ნეტა გამა ლაივში ვიყოთ რა, კაროჩე. პროექტის ბავშვი. გაშვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცები მოესწრება, აქ დროზე არის საუბარი და არა იმაზე, რომ გამოვა არ გამოვა, დროზე არის საუბარი და კი ბატონო. რაღაცები მოესწრება და 30 აგვისტოს უკვე ჩავატარებთ გამა MMA-ის პირველ ვაუ, შეჯიბრს, ვაუ. სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. აუ, მოგვიკითხე. გილოცავთ, გილოცავთ. გაიხარე ძმაო. ანუ რომი რა მაინტერესებს, იცი? ანუ ყველაზე true form როგორ არის, აი მართალი ფორმა ბრძოლის ნამდვილ ნამდვილი ხო რა, ხო. რატო არის MMA? იმიტომ რომ ნამდვილ ბრძოლაში ხო არ არის რაღაც სპეციფიური rule set-ი, რომ როგორც ტაიკვანდოში არის, რომ მარტო ფეხები ეხა და ქულები ფეხებით, ხო? ან ბოქსი მარტო ხელი, ყველაფერი შერევა არის რა, ხო ეგრე არის. მაგიტომ არის კი, ყველაზე რეალური MMA და ეს რასაც აკეთებ თქვენ ახლა bare knuckle კი არა bare knuckle MMA კი bare knuckle არა, MMA ნუ ეს არის ბერნაკელ MMA არ იქნება, კლასიკური MMA იქნება. ბერნაკელ MMA-ისთვის ვფიქრობ, რომ საინტერესო საყურებელია ხოლმე ხა ინტერნეტში მიყურებია ზოგადად აი ბერნაკელ MMA-ს ძალიან სასტიკი სპორტია. სასტიკია და ვფიქრობ საქართველოს ჯერ არ არის მაგისთვის მზად. არა იმით, რომ მებრძოლებს შეეშინდებათ, ქართულ მებრძოლებს არაფერი არ შეეშინდებათ, უბრალოდ მან რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რაოდენობა უნდა იყოს მებრძოლების ქვეყანაში იმდენი, რომ უკვე ასეთი სფეროების მიხედვით გადანაწილება შეძლონ და ჯერჯერობით ბერნაკელ MMA-ისთვის საქართველოს მზად არ არის. არა, უბრალოდ ძალიან გამიხარდა გიგა. პირველ რიგში მე ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე გამიხარდა, მე ჩემი ინტერესები მაქვს MMA-ში. ეს გადაცემა ზოგადად ამ სპორტის სიყვარულის გამო მიდის აი ესე თავისი კურსით ყველანაირი ხელშეწყობის თითქმის ფაქტურად ყველა ხელშეწყობის გარეშე და ვცდილობთ ყოველთვის აი იმ პატარა
ბუშტის მიღმა, რაც ხდება UFC-ს მიღმა, ზოგადად სპორტში და ქართველი ბიჭები ვინსად როგორ აშვებიან, სულ მაგას ვაწვევი და ესა და იმისათვის რომ განვითარდეს ქვეყანაში სპორტი და იმისათვის რომ ხუთი UFC-ს ორი ჩემპიონი მყავდეს ხუთი მებრძოლიდან და მე არ ემატებოდეს მაინც მიუხედავად რომ 2 წლის განმავლობაში მატება არ იყოს UFC-ში ეგ არ არის ნორმალური ეგ და ესეთი რაღაცები ვარ მოხდეს ამისთვის კარგია ძალიან ეს ბევრი ტურნირები ბიჭების ზრდა ძალიან მინდა მე რომ ვიხილო საქართველოში აი ყველა დარბაზებს შორის სამოყვარულო ტურნირები მაინც რა არ ყველა ერთმანეთთან ურთიერთობდეს ვარჯიშობდეს იმიტომ რომ მე გარეთ რო გავალთ უკვე მზად რო ვიყოთ ერთმანეთი რომ მოვამზადოთ ერთმანეთი რომ გავლესოთ და ესე შემდეგ სპორტი ახლა როგორც ესეთი ჩემთვის საქართველოში MMA არ ვითარდება ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს ორი ჩემპიონის მქონე ქვეყანაში უნდა ვითარდებოდეს ეგრე რა და ამაზე გადავალთ და ბარემ რახან შევეხე მინდა გკითხო რატო არის შენი აზრით ის რომ აა ნუ არ ვიცი შეიძლება მე არ მეთანხმები მაგრამ მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რომ არ ვართ მაინც იქ სადაც უნდა ვიყოთ მიუხედავად იმისა რომ ამდენი წარმატებები გვაქვს თვითონ როგორც სპორტი რა და თუ მეთანხმები რატო არის ეგრე რა ხდება რაშია პრობლემა და რაში ხედავ გამოსავალს შენ როგორი არის შენი ხედვა ამ საკითხში ხო, ანუ ზოგადად ახლა სწორად აღნიშნე შენ, რომ 2 წლის განმავლობაში ქართველი UFC-ს მებრძოლს, UFC-ს ქართველი არავინ არ დაემატა. ალექსანდრა ის თოფურიას გარდა. ხო, კი, ქართველი დაემატა, მაგრამ სხვა კუთხით მინდა ჩვენ რომ შევხედოთ ამ აი მე მგონი სწორად მივხვდი რომ ის ისე თქმა კი კი უნდა რომ კი აა აქ არ არის მხოლოდ იმაზე რომ ეროვნებით ქართველი უნდა დაემატოს, აქ არის იმაზე საუბარი რომ საქართველოსდან აჰა არ მოხვდა UFC-ში არავინ, ხო? არავინ არ ხო მოხვდა საქართველოსდან UFC-ში. ყველა არის ემიგრაციაში წასული, უკვე იქ რაღაცა წარმატებას მიაღწიეს და უკვე შემდგომ UFC-ში მოხვდნენ. ბევრი რამით შეიძლება ეს იყოს განპირობებული, მათ შორის იმით, რომ აუცილებელია, რა თქმა უნდა, აუცილებელია ალბათ ყოველ კვირაში რომ ჩატარდეს სხვადასხვა სამოყვარულო შეჯიბრებები, იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, რაც არ უნდა მშრომელი იყო, მაინც აი ეს გამოცდილება თავის გადატეხვა მოაქვს ხოლმე, საბრძოლო გამოცდილებას. ეხლა მე მაგალითად არ ვიცი თქვენ რამდენად იცით, მე რუსეთში მქონდა კარიერა და კი კრივი იქ ვიცი მოვიწყე რა, ანუ იქ მქონდა ზოგადად პირველი შეხება ეს საბრძოლო სპორტთან და ყოველ კვირა ვჩხუბობდით. აი ყოველ კვირა შეჯიბრი გქონდა. დაყოფილი იყო რაიონებად და აი ამ რაიონის ჩემპიონატი, იმ რაიონის ჩემპიონატი ღია რინგი, ვიღაც მებრძოლის სახელობის ჩემპიონატი და აი დაუსრულებელი ფაზა იყო ეს ყოველთვის. მთავარია შენ ყოფილიყავი მზადყოფნაში სამოყვარულო ბრძოლისთვის, მთავარია სურვილი გქონოდა და იმის ნაკლებობა რომ შენ სამოყვარულოში ვერ გამოხვიდე და ბრძოლას ვერ ჩაატარებდი, აი წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი იყო. ნუ დღესდღეობით საქართველოში ხა ფედერაცია ატარებს სამოყვარულო ივენთებს, თუმცა საჭიროა რომ აი ყოველ კვირა უნდა იყოს რა, აი ყოველ კვირა კი უნდა ტარდებოდეს ეს ავტომატურად გაზრდის მებრძოლების რაოდენობას, ეს ავტომატური შეუქცევადი პროცესია. იმას კი საუბარი რომ ცოტა მებრძოლია საქართველოში და არ ტარდება მაგიტო, ანუ ეს აბსურდია ჩემი აზრით, იმიტომ რომ უნდა შექმნა შენ შესაბამისი ჩვენ ყველა უნდა შექმნათ შესაბამისი პლატფორმა, სადაც მებრძოლები შეძლებენ თავის რეალიზაციას ჯერ სამოყვარულო ივენტში, ის მებრძოლები, ვინც უკვე არიან დღესობით სამოყვარულო სპორტში უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებენ და ვინც არ არიან ბოლომდე ჩართულები, ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოდის სხვადასხვა ძალიან მაგარი ახალგაზრდა თაობა ყავს, კი გულისხმობ ლამდე 12 წელი, 13 წელი ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ანუ ადრე თუ გვიან უკვე ეს აუცილებელი არის. ეხლა არის უკვე აუცილებელი, ადრე თუ გვიან უკვე შეუქცევადი იქნება ეს პროცესი, რომ უფრო გახშირებული რაოდენობით უნდა ტარდებოდეს სამოყვარულო ივენთის. ეხლა ჩვენ რა ვიყოთ იგივე აი დაღესტანი ხო? ეხლა ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ ეს 2-3 წელი გავუშვი დაღესტანში და დაივიწყე ხო მესახელნაგვარი და მე დაგიბრუნდება. ეხლა ხო საქართველოსია ეგ საუბარი, ხო? უკვე საქართველოს ვთქვათ თავხედურად წაართვა ეხლა ეგ ხო ნათქვამი დაღესტანს რა, აი ნაგლად ესე მივედით და წავართვა. ავახე ავახიეთ, ხო, ამის მიუხედავად მასიურად იმდენი სამოყვარულო შეჯიბრი ტარდება
და იმდენი იმ ხელა გამოცდილება აქვს თუნდაც დაღესტანელ მებრძოლებს სანამ უკვე პროფესიონალებში მოვლენ. სანამ პროფესიონალებში მოვლენ, ალბათ ერთი მინიმუმ 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული და თქვენ ხო ხვდებით 50 ბრძოლა აი რამდენს ნიშნავს, აი ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მინიმუმს ვიძახი. ერთი 4-5 წლიანი გამოცდილება, როცა რა სამოყვარულო სპორტში ჩათვალე, აი ორ კვირაში ერთხელ სამოყვარულო ბრძოლები, შუალედებში სადღაც გრეპლინგის ტურნირები, სადღაც კიკბოქსინგის ტურნირები, ვისაც მიქსიევასება და ჩანაცვლები შეუძლია და 50 გამოდის, აი ყველაზე მინიმუმს ვიძახი. ვინც აი კიდე არ რაულ არის ეს თუთარაული. ხო, აი რაულ თუთარაულს ახლა რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ხო? აი ხო. რამდენი ბრძოლა აქვს. რამხელა გამოცდილება აქვს ადამიანს და მე უფრო იმას ვამბობ, რომ პროფესიონალებში სანამ მოვა მებრძოლი, მანამდე დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ ის პროფესიონალ სპორტში საბრძოლო აი ბრძოლის დროს ის მომენტები, ის ფაზები, რაც მოხდება, მისთვის უცხო არ იყოს და მარტო ვარჯიშზე არ ქონდეს ეს ეს გავლენა. საინტერესოა გიგა, რატო არის რომ ზოგი მებრძოლი აქვს ძალიან ბევრი სამოყვარულო ბრძოლა რა, მაგალითად მოკაევი, ხო? ძალიან აი ვინც არ უნდა იყოს ზოგს აქვს რომ ძალიან ბევრი amateur fights აქვს რა და ზოგი პირდაპირ გადადის რა, მაგრამ მაინც აქვს ანუ success რა და ეგ რაზე არის დამოკიდებული შენი აზრით? ნუ ეგ თვითონ მებრძოლზეა თავისთავად დამოკიდებული, მაგრამ დარბაზში მწვრთნელის მიდგომაზე არის აუცილებლად დამოკიდებული. როგორ უყურებს პროფესიონალ სპორტს და როგორ უყურებს სამოყვარულო სპორტს, აი მაგაზე ბევრი რამეა ახლა. მე მაგალითად ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ვორიორში ბიჭები როცა ვარჯიშობენ, ყოველთვის გავიდნენ სამოყვარულო ივენთებზე, არასდროს არ გამაზონ, არასდროს არ გაიმაზოს და სულ მინიმალურ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რომ დაანონსდება სამოყვარულო ივენთი დაახლოებით 3 თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელ ხდება. რომ დაანონსდება, უკვე რაღაც გარკვეული სტარტი რომ ისცეს საკუთარ ორგანიზმს და შესაბამის ფორმაში რომ მოვიდეს. უფრო დარბაზებზეა ალბათ ეს დამოკიდებული. ინდივიდუალური არის უფრო ალბათ, ხო? ხო, ახლა არის მაგალითად მებრძოლები, ვინც ცოტა გვიან იწყებს რა. MMA-ს, ნუ MMA-ს და იმას შედარებით ნაკლები დრო აქვს იმისთვის, რომ სამოყვარულო გამოცდილება ბევრი დააგროვოს. 20-22 წლის ასაკში ხა 22 წლის ასაკში კრივი რო ავიღოთ, უკვე შემდგარი მოკრივე უნდა იყოს სამოყვარულო სპორტში, უკვე გავლილი უნდა ქონდეს გზა, მაგრამ ახლა პროფესიონალ MMA-ისთვის 22 წლის ასაკი თუ რაღაცა გამოცდილება აქვს საკმაოდ ისეთი საგრძნობი მანამდე, ისეთი ასაკია, რომ ჯერ კიდე აქვს შანსი, რომ პროფესიონალებში მიაღწიოს შედეგებს. ამიტომ არიან ახლა მებრძოლები 18, 19, 20, 21 წლის ასაკში რომ მოდიან უკვე ამ სპორტში 1-2 ბრძოლა სამოყვარულოში რომ რინგი შეიგრძნო და მე უკვე პროფებში გადადიან. ანუ ბევრი კომპონენტისგან შედგება და ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ხა ამ ყველაფერს რა სხვადასხვა მიზეზები რა თქმა უნდა ზოგი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. ნახოთ ახლა აი მატება არის საჭირო რათა სპორტი გაიზარდოს, ასევე ბიჭებს ახლა რო ვარჯიშობ, ხო იკლავ თავს. გადადებული გაქვს თავი დღე და ღამე არც დისკოტეკებზე დადიხარ, არც გოგოებში დადიხარ, არც ყველაფრისგან თავს იკავებ, არც ღვინოს ვამ ერთწვეც, დისციპლინა ესე შემდეგ და როდესაც არ ხდება ამის დანახვა, დაფასება და შანსები არ გეძლევა, ხო, იმიტომ რომ რაღაც არასწორი პოლიტიკა შეიძლება ქვეყანაში რაღაც ხდება, შეიძლება რაღაცები აფერხებს შენს კარიერას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობ, შრომობ და იგებ. მაინც ვერ მიდიხარ წინ, ვერ ხვდები დიდ შოუში და მე ხდება დეგრადაცია ათლეტის რა. მე უკვე შანსი თუ არის აი ბატონო, ხო, მოტივაცია რა თქმა უნდა. თავის დროზე მე რა მდვალიშვილმა რაც გააკეთა, ყველაფერი გააკეთა თვით მოტივაციის ხარჯზე. ყველას არ შეუძლია მერაბივით საკუთარ თავი და ყავდეს ტონუსში ფსიქოლოგიურად და არ დანებდეს. ზოგს უფრო ადრე ჭირდება, უფრო სხვანაირი მიდგომა ჭირდება, ზოგს სხვანაირი ხასიათი აქვს, ზოგს სხვანაირი ჩხუბის სტილი აქვს ვაფშე და ფსიქოლოგიურადაც ფსიქოლოგიაც სხვანაირი აქვს მაგას და მიდგომა ჩხუბის მიმართ და ბიჭო გავიგე რომ სმა დაიწყო მერაბმაო და გიგა მითხარი რომ ეგ სიმართლე არ არის რა. I don't want drunk merab. არა ყვითელ პრესაში თუ წაიკითხავდი მაგას. არა თვითონ თქვა რა ერთი ლაივი იყო რომ სულ რაც საქართველოში ჩავედიო რა ნინა დრამასთან რო იყო ჩამოსული იმის მერე და კიდე იქაც სვამდა მგონი ვეგაში რა და მეთქი არა ძმაო არა კნა თუ ეგრე ხუმრობს
და მოკლედ რასთან მინდოდა მივსულიყავი. ეხა არიან ბიჭები ერთი ვერ მე ახლა მაგალითად მე ლევანისგან აკრძალული მაქვს ჩოხელისგან მაგაზე ლაპარაკი სანამ რაღაცა არ უყვარს წინასწარი ბაქი ბუქი და ესა და კატეგორიულად მაგ აკრძალული არ ვაპარაკო მაქსიმალურად ლევანზე არცად. ასევე გოგოლაძე არის რომელიც აგერ უკვე მალე დებიუტს გააკეთებს იმედია, იქ ტანზილოვი არის. საქართველოში ყავს ერთი ორი ბიჭი, ვინცაც აქვს პოტენციალი მალე მოხდეს UFC-ში, მიხედავს რომ წააგო ბოლო ბრძოლა, აგერ ბიძინა არის, კიდე სხვები არიან და აუცილებელი მაქვს შემთხვევა. მაქვს ძალიან იმედი ამ ბიჭების ნახოთ რა სიზა მინდა როგორ წავა ისა, მაგრამ აუცილებელია დღეს რომ უნდა დავიწყოთ უკვე ხვალინდელ დღეზე, უკვე დაგვიანებულია, უკვე უნდა იყოს სისტემა შემუშავებული, ხო? არა, და დაგვიანებული ნახოთ. არის, ხა დაგვიანებული ნამდვილად არ არის, არასდროს არ არის, ასე ხო, ვიტყოდ. გვიან არა, ხო. კი ბატონო. არასდროს არ არის. ამიტომ უბრალოდ მეტი ხშირი სამოყვარულო შეჯიბრია საჭირო და მეტი ხშირი პროფესიონალური შეჯიბრებია საჭირო და ჩემი აზრით, იცი რა არის? პროფესიონალურ შეჯიბრს შეუძლია როგორც კარგი, ისე ცუდი გააკეთოს მებრძოლისთვის. კი. იმიტომ რომ გააჩნია შენ რა კონკურენციას გაივლი ხა. მე ამჯერა ცარიელი რეიტინგის რა. ცარიელი ნო. რეიტინგების ამჯერა. აი ოპოზიციაში ვინ ყავს და მან რა გზა გაქვს ხავლილი. აი მაგის უფრო მჯერა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა როგორც ორგანიზატორებს მარტივად შეგვიძლია, აი მარტივად შემიძლია ხა რომ რა დაუყენო თქვათ ძალიან მსუბუქი მოწინააღმდეგე ბიჭებს აი 1-2-2-ის გაქნევით რომ გაივლიან და ხო. დავაგროვოთ 17-0, 20-0. ერთის მხრივ ეს თავდაჯერებულობას მისცემს საკუთარ ძალებში, ერთის მხრივ ეს კარგი გამოცდილება იქნება უშუალოდ რაოდენობის კუთხით, მაგრამ იქ თუ სირთულეების გადალახვა არის სწავლა მებრძოლმა უშუალოდ ბრძოლის დროს, ამ სირთულეს რო წააწყდება, ეს მისთვის რაღაც ახალი ხილი იქნება. ანუ ეს ყოველთვის ასე არის, ყოველთვის ასეა. თუმცა მეორე მომენტი აქ ის არის, რომ არ შეიძლება რაღაც ქარში და ცეცხლში გაატარო. არ შეიძლება ესეც არასწორია, იმიტომ რომ ესეც მისთვის დემოტივაციაა. ახლა შენ სწორად ისაუბრე მოტივაციაზე, დემოტივაციაზე, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ყველა მებრძოლი ინდივიდუალურია და ყველა თავისებური მიდგომა სჭირდება, ხო? ეს რაც შეეხება უშუალოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამას თუ შევხედავთ, ახლა ჩვენ მატჩმეიკერული თვალსაზრისით და იმ პერსპექტივით, რომ შენ ორგანიზაციაში გინდა მებრძოლები გააზარდო და მე რაღაც უცხოეთში გავიდნენ, რომ საქართველოს და შენი ორგანიზაცია ასახელონ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავის ეტაპები არის სირთულეების და ეს ეტაპები უფრო და უფრო უნდა რთულდებოდეს და სანამ ამერიკაში წავლენ, სანამ თქვათ ბრაზილიაში წავლენ საბრძოლველად, სანამ ან სხვა ჩინეთში კონტინენტებზე წავლენ ჩემთან. საბრძოლველად, ჩინეთში კი ბატონო, რატომაც არა, ჩინეთში კაი ორგანიზაციებია სხვათა კი. შორის. კი. სხვა სანამ ჩინეთში წავლენ საბრძოლველად, იქ უკვე კარგი ესეთი გამოცდილება, აი ეს უნდა გქონდეთ, აუცილებელია იქ ბრძოლის დროს რთულ სიტუაციაში რო არ ხარ დამყოფი და რაღაც 15-0 გაქვს და 17-0 გაქვს, 20-0 გაქვს, ანუ ამის ამ რეიტინგის მე ამჯერა ხა. კი ბატონო. ზუსტად მაგ ფილოსოფიით ვუდგები იმ ახალ პროექტს, რაც ეხება გამა MMA-ს. მე მინდა ისეთი ბრძოლები და გავაკეთო, სადაც იქნება კონკურენტუნარიანი დაპირისპირებები. მმ. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩამოვიყვანოთ რაღაც უცხოელი, გავლახოთ და გაუშვათ. აი ეს ხო. კი გამხარდება და მაგის მომხრე როგორ არ ვარ, მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ უცხოელი Easy ჩამოვიყვანოთ და fights. უფლი რო არ მოგივიდეს, ისე რომ გავლახოთ და ხო. გაუშვათ. ხო. აი Padding ხვდები რა. records. Padding records ხო, რო აი უძახიან, ხო? easy fight-ები Padding. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ეს დათური სამსახური არის მმ. მებრძოლისთვის. და თვითონ მებრძოლმა უნდა გაანალიზოს ეს პირველ რიგში. პირველ რიგში ამას მებრძოლი უნდა ხვდებოდეს, რომ თითოეული ბრძოლიდან შენ რაღაც ახალი უნდა შეიძინო, რაღაც გაუმჯობესებული შენი ვერსია უნდა გამოვიდეს იქიდან. შეუძლებელია შენ გახვიდე და რაღაც 10-15 წამში ბრძოლა მოიგო ისე რომ ხელიც არ მოხვედრია და იმაზე უკეთესი იყო ვიდრე გუშინ იყავი. ეს წარმოუდგენელი ამბავია, ეს ვერ იქნება. და ეს არის სპორტი, სადაც ხო. იბრძვიან, ბრძოლა პირდაპირ ერთის შეშლებით უნდა გაიარო. სხვანაირად უკეთესი ვერ გახდები. კონკრეტულ აი დეტალებს რო შევეხოთ მოკლედ, ახლა ძალიან ბევრ დეტალებზე ლაპარაკი ვერიდები ფაით ჰოპში მაგისთვის მაქვს მე ცალკე ჩემი არხი, იმიტომ რომ არ უნდა ახლა ყველა დეტალებზე ლაპარაკი ხო ხდები, ზოგს უბრალოდ შოუ აინტერესებს, მაგრამ კონკრეტულად ახლა კონკრეტულ დეტალებზე ვილაპარაკოთ, რაც ეს გვაქვს სამუშაო დღეს საქართველოში, მე რაც შემიძლია ახლა წლებია მე სახში არ ყოფილვარ სამწუხაროდ
რაც მე შემიმჩნევია შორიდან არის ის, რომ ცოტა ეპიდემია გვაქვს კედელთან მუშაობის, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი ბიჭებს და გილეტინაზე მიდიან ძალიან ხშირად, როდესაც არ უნდა წახვიდე იმ დროს ჭუბებში და ეგუებიან ზურგზე ყოფ პოზიციას და გარს კეტავენ იმის მაგივრად, რომ სივრცე შექმნან, თეძვებს მიაწვნენ, იდაყვით ჩააყოლონ ან რაღაც ეგეთი და ეგ რისი ბრალია, ანუ შენ თუ ხედა, შენ რამე სხვანაირად სხვა რამე დეტალს ხო არ დაამატებდი ან დამეთანხმებოდი თუ არა და რაში არის პრობლემა სისტემის არ ქონაში დარბაზში არასწორად ცვნის თუ რა ხდება როგორ არის ну ეს ეცი რა არის ალბათ ეს საერთო ზოგადი გამოცდილების ნაკლებობა არის უფრო ვიდრე ხა რაღაც კონკრეტულ დარბაზზე რაღაცის მინუს დასახელება ზოგადი საბრძოლო გამოცდილების ნაკლებობა უფრო მოიაზრება ამაში იმიტომ რომ ეს საბრძოლო ხელოვნებაა და პირდაპირ მსხვერპლობით ხელოვნებაა რომელსაც სისტემატური მუშაობა და უფრო ანუ წარმოუდგენელია რაღაც 10 წლის მერე 15 წლის მერე თუნდაც თქვა რომ საბრძოლო ხელოვნება რაღაც თავისი პირველი სახე მიიღო, ხო საბრძოლო სახე ხო მიიღო. ამის არ არსებობს. გამორიცხულია ყოველთვის იქნება ახალ რაღაცები. რაც შეეხება ხა იმ მომენტებს, რაც შენ თქვი, მე შემიჩნევია უპირობოდ მასია ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი, კი ბევრი უნდა შევიძინოთ კიდევ და ბევრ რამეზე კიდე სამუშაო გვაქვს, რა თქმა უნდა. ანუ მე უფრო რა მაინტერესებს რა ისე თქვა მინდოდა ალბათ უფრო აი ზუსტად სასწავლო გვაგვერი თუ ამჩნევ შენ შეხება გაქვს ახალგაზრდებთან და თუ ამჩნევ სურვილს და მისწრაფებას იმისკენ რომ ისწავლონ თუ აი ჩემ დროს მე აი იყო ეგეთი სიტუაცია მე მგონია რომ აი ყველას რა პროფესორი ეგონა საინტერესო თემას თავი ეხები. ხო ჰა ხო, საინტერესო თემას ეხება. არის სხვადასხვანაირი ბიჭები არიან, ეხა ზოგს გონია, რომ უკვე იცის რა, ბრძოლა და всё, ეხა ხო 18 სასახში ზოგს გონია, რომ всё მებრძოლია რა, იცის ეხა. რაღა უნდა ისწავლოს მეტი. მაგრამ არიან ეხა ბიჭები, რომელიც სხვანაირად გააზრებულად აქ გააზრებაშია უფრო საქმე და არა იმაში, რომ გონია და რაღაცა. ბოლომდე ვისაც აქვს გააზრებული რასთან აქვს შეხება, იმას წარმოუდგენელია, რომ თუ იფიქროს, რომ всё იცის ახლა მაგან რა, კედელთანაც მუშაობა ისიც. ეს უფრო იმაზე არის დამოკიდებული, როგორ მუშაობას ატარებ უშუალოდ შენს მოსწავლეებთან რა. აჰა ეხლა ხო ხვდები, ანუ რო უძახო ხა ადამიანს, შენ ყველაფერი იცი, მაგარი ხარ, ყველაფერი იცი, ნუ დაიჯერებს ეხლა საბოლოო ჯამში, რომ ყველაფერი იცის ეხლა იმ რო ეძახო ადამიანს, რომ შენ არაფერი არ იცი, შენ ნოლი ხარ, იმაგაცაც ეგეც დაიჯერებს, რომ სოდია ხო არაფერი არ იცის და ხო, ნოლია. აქ ოქროს შვალედია და საჭერი რა. ეს ხო თამაში არ არის, ეს არ არის რაღაც გასართობი სპორტი, ეს არის ბრძოლა, ფაქტიურად მებრძოლები გადიან და თავიანთ ადამიანურ პირველყოფილ სახეს იღებენ და აი იბრძვიან რა ბრძოლამდე, ხო სადაც ფერი შეიძლება აბსოლუტურად მოხდეს და ამიტომ აი ეს ბალანსი, რომ შენ მაგარი ხარ, კარგი ხარ, მაგრამ დასახვეცი კიდე ბევრი გაქვს, სამუშაო კიდე ბევრი გაქვს. ჩემი უბრალოდ ალბათ ქართველებთან და კავკასიელებთან უფრო რთულია მაგ ბალანსის დაჭერა ალბათ ვიტყოდი რა ცოტა რთული ხალხი ვართ რთული ყველაფერში ვართ ეხა კაც. ყველაფერში ვართ. ფროიდს აქვს ნაცნობი ირლანდიელების ესაო ფსიქოანალიზ არ ექვემდებარებოდაო და არ ექვემდებარებაო და ირლანდია ეთყობა მაგას ქართველებზე არაფერი არ სმენია თქო რა ეგ რო გავიგე პირველი ეგ ვიფიქრე რა ფსიქოანალიზის დაქვემდებარებას არა, რატო ეხა მასე წყალსაც არ გავატარდი ხა ქართველების არა სიკვანალ. კაი ანუ სიჯუტე რამაც გადაგვარჩინა მაგას მეორე ვიდა სიჯუტე სიჯუტე ერთ-ერთი უნიშნელოვანესია სიჯუტე და მოთმინება ეხა ეს ე უმთავრესია ამ ყველაფერში და მოთმინება არის დისციპლინას რო გამოგიმუშავებს, თორე დისციპლინაც ხო არ საიდან არ ხო მოდის. წეგანემის თქვა მინდოდა რომ უბრალოდ აქ იმაზე არის საუბარი რომ უნდა იყვნენ ადამიანები სპორტსმენების ირგვლივ, ხო ვინც დაიჭერს ამ ბალანსს და რაც ყველაზე მთავარია ვინც სწორად დაინახავს აი იმ მინუსებს, რაც მებრძოლს გააჩნია, რაც აქვს დასახვეცი და იმაზე გააკეთებს აქცენტს. ასე ხდება განვითარება. თორე თქვათ, მიდი მოიგე, ან არ წააგო, ეს ყველა შეუძლია ხო უთხრას მებრძოლს, მაგრამ როგორ უნდა მოიგოს და როგორ არ უნდა წააგოს, აი ნიუანსები და დეტალები, ეგ არის ყველაზე მთავარი. თორე ისე ხო, ნუ არ წააგო და მოიგე. ოკეი, კაი, არ წავაგებ და მოვიგებ, მაგრამ კი რაღაც არ ბატონო გამოვიგო. კი ბატონო რაღაც ავდგები მაგრამ როგორ ავდგე ადექი, მაგრამ ხონდა უთხარო, თქვათ რაღაც იდაყვი დადე, მე ფეხი შეაცურე, კედელს მიებჯინე, ხარი, ხო წამო
კი თავზე ემუშავე. ეს დეტალებია მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველაფერთან ერთად აუცილებელია მებრძოლთან იყოს ადამიანი, ვინც სწორად დაინახავს ამ მინუსებს და სწორად შეძლებს ამ ყველაფერს კორექტირებას. იგივე кейჯთან მუშაობის კორექტირებას, იგივე დგომში მუშაობის კორექტირებას არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე ჩემი სტილიდან გამომდინარე, რა კარიერაც ჰქონდა, ყველა ცდილობდა ჩემთან ჭიდაობას, აი, ნუ რა, მე არ მახსოვს ხა. გასაიქნო. მე იშვიათად მახსენდება ხა ბრძოლები, რომ დგომში დამდგარი ყავით ჩემთან, ნუ ყოფილა ალბათ, არ ვიცი. ხო და ყველა ცდილობდა და ბევრს მუშაობდი კედელთან უშუალოდ. აი, ბევრს მუშაობდი და საკმაოდ ბევრ დროს უთმობდი ამას და ზოგჯერ წარმატებით იყო, ზოგჯერ წარუმატებლად გამომდიოდა. ხანით იყო ხანას. მაგრამ საკმაოდ ბევრ დროს უთმობდი ამას და ამას ვცდილობ, რომ ქართველ ბიჭებს, ვისთანაც ახლა მე მაგ შეხება, გადავცე ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ვიცი რა არის, უშუალოდ აი სპროლი, ფეხის დაცვა, რაღაცა ეს კაია, მაგრამ აუცილებლად, რაც არ უნდა მაგარ სპროლს აკეთებდე, რაც არ უნდა მაგარი ჯიცერი იყო, რაც არ უნდა მაგარი სტრაიკერი იყო, კედელთან მოხდები აუცილებლად. გამორიცხულია ეს რო არ მოხდეს. და კედელთან თალკე სპროლი სპორტია. ხო, ანუ აი კედლის თემაა რა. სულ აი ყოველთვის თითქმის გამორიცხულია, რომ კედელთან არ მოგიწიოს მუშაობა და კედელთან სპროლს ვერ გააკეთებ და გადაადგილებას ვერ შეძლებ, როგორც სტრაიკინგ შეიძლება ცენტრიდან, იქ თავის სპეციფიკა არსებობს, სადაც არის აჰა. კუთხეები, არის გარკვეული ბალანსის დონეები, რომელიც უნდა გაითვალისწინო და უნდა იცოდე დამუშავებული უნდა ჰქონდეს ეს ყველაფერი. მე მაქვს ნანახი, სანდრო ბაციაშვილი ხა მალე იქნება პროფესიონალებში დებიუტი რა, კარატისტია. კარატიდან წამოვიდა MMA-ში და მე მაქვს ნანახი სანდრომ როგორ კედელთან ჭიდაობაში, აი მაგარი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ბიჭს, კარატისტმა აი შანსი არ დაუტოვა, შანსი არ მისცა ის ბიჭი, იმიტომ რომ არ ქონდა კედელთან ნამუშევარი, არასდროს არ იცოდა, ვერ მიხვდა როგორ რატო თმობდა ყოველთვის ზურგს. ნუ რა თქმა უნდა ვარჯიშის მერე აუხსნეს რაღაცები აჩვენა, მაგრამ ნუ კარატისტმა დაჩაგრა კედელთან ძალიან. თავისუფალი მოჭიდავა. ყველაზე ნათელი მაგალითი, ყველაზე ნათელი მაგალითი რა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, ადესანია და პერეირა. ხო. ხო? ჯიცერები ვერცერთი ვერ გახდებიან და ვერ გახდნენ და ვერც გახდებიან ვერასდროს, იმიტომ რომ ჯიუ-ჯიტსუ იმდენად სიღრმისეული სპორტია, ისეთივე ფაქტიურად როგორც კლასიკური კრივი, რომ შენ ვთქვათ გვიანასახში დაიწყო და უცებ მოკრივედ გადაიქცე და ურთულესია. ანალოგიური არის ჯიუ-ჯიტსუ უფრო რთული თუ არა. შეიძლება ვერ გახდნენ ჯიუ-ჯიტსუს მასტერები, მაგრამ კედელთან მუშაობა იმდენად დაამუშავეს და იმდენად დახვეწილი ჰქონდათ, რომ უკვე მათი პარტერში ჩაყვანა ურთულესი იყო. ძალიან რთული. ამიტომ აი MMA არის სპორტი, სადაც კედელს ვერსად ვერ გაიქცევი აბსოლუტურად და ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია რა. გიგა ეს კითხვა არ არის, ეს უფრო ჩემი სურვილია, სანამ გადავალთ მომდენო თემაზე, ძალიან მინდა რომ დაბრუნდე YouTube-ზე ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ ძალიან მინდა ვინმე. არავის საწყენად არ ვიძახი, მაგრამ დღესდღეობით ქართულ MMA-ში ყველა საუბრობს მხოლოდ 2-3 ადამიანზე და ერთ ორგანიზაცია სპორტზე არსად ჩვენ მე მგონი ერთადერთი და შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც სულ ვიძახი რომ ნეტა ვინმე ჩემზე მაგარი გამოჩნდებოდეს, ვინც ჩემზე უკეთ, ჩემზე მეტი ცოდნით და გამოცდილებით ახსნის იმ სიტუაციებს და სპორტზე ისაუბრებს ხო და ძალიან მინდა რა სურვილი იქნებოდა ჩემი ალბათ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც რეგულარულად უსმენდი როცა YouTube-ზე იყავი შენ და გავაგზავნებ მოსმენას ყოველთვის რა იმიტომ რომ მაინტერესებს ყოველთვის დიდი შენი კომპლიმენტია ეს რომისთვის, მაგრამ ძმაო შენ იმსახურებ, ბაზარი არ არის. მარტო მე და შენ ევასება რომის, მეტი გონი არ არსებობს რა კიდე სხვა ადამიანი. არა, ყველა მევასება, ყველა მიყვარს და ძალა ერთობაშია, უბრალოდ ქართველებს გვაქვს კომპლექსი, ჩვენზე უკეთესის აღიარება გვიჭირს და არ შეიძლება ეგრე. მე დაჟე ახლა ბიჭების თემას შეეხე შენ ახალგაზრდების. მე ერთი 50 მარტო ჭიდაობის ისა მაქვს ჩატარებული აქ ამერიკაში და სამოყვარულოები და ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი რაღაცები რეკორდში არ მის, მაგრამ არასდროს მე ჩემი თავისთვის ფაითერი, მებრძოლი არ მიწოდებია, რომ მეკითხები ახლა რაღაც 20 წლის რო ვიყავი და 25 წლის გოგოს რო ვეპრანჭებოდი, რაღაც მithქვამს, ხო, გამიბლატავებია რაღაცა ფაითერი ვარ და რაღაც სხვაზე. ვიცი, ქალის გულისთვის ასარიზამ კაცი, მაგრამ აი ძმაო გიგას ეს არ გაუკეთებია ძმაო.
გიგას. მაგრამ როგორც ესეთი სერიოზულ საუბარში ხო და ესე არც აქ გადაცემაში და არც სადმე სხვაგან მე მოჭხუბარი სტანდარტები არსებობს რომელიც უბრალოდ უნდა დააკმაყოფილებდე რომ მოჭხუბარი უწოდოს საკუთარ თავს და აროსარ მიწოდებია ჩემთვის მოჭხუბარი არ არის აუცილებლობა იყოს და აუცილებელი იყო თვითმარქვია და ისა სანამ არ ხარ მანამდე ვერ იქნები ნაადრევად ხო და მე არ შემდგარი ვარ ვერ შევდექი როგორც მობრძოლი და არ უწოდებ ჩემ თავს მობრძოლს არასდროს და ეგეთი რაღაცები არ უნდა გვიწყდებოდეს უნდა მოხდეს აი ეს გასისხორცება ესეთი რაღაც სინამდვილე სიმართლე უნდა გვიყვარდეს და როცა ადამიანი როცა საქართველები დავიწყეთ ერთმანეთზე ფუშის მიცემას, ერთმანეთის პიარის გაკეთებას, როცა მით უმეტეს ადამიანს ხედავ რომ ძალიან მაგარია რაღაცაში და ამას შეუულია, მაგას შენზე კარგად შეუულია იმ საქმისი, სხვებს დაეხმაროს, ახალგაზრდებს წინ წაწიოს საქმე, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით და მე ძალიან მინდა რომ მალე გიხილო შენ YouTube-ზე თვეში ორჯერ მაინც რომ რაღაც შენი მესუფრაზე. ანალიზები რომ დადო. ამას YouTube-ზე მესუფრაზე. რომი, მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის, მაყურებელმაც უნდა დააფასოს ჩემი აზრით, რომ ასე პირდაპირ საუბრობ როგორც შენ თავზე, ისე სხვანაირად არ გამოდის. მადლობა ამისთვის. თუმცა მოდი აი ჩემ ხედვას გეტყვი რა, აი მებრძოლის შესახებ რა, ხა მე შენი ისტორია სამწუხაროდ არ ვიცი, სამწუხაროდ და ეცე მომენტით გავიცნობოდი თავიდან ბოლომდე როგორ ქონდა, რა ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაც მოვისმინე ხა მინდა რომ ერთი რაღაცა თქვა, ზოგადად ბევრი უწოდებს რა თავისას მებრძოლს რა და მებრძოლი ვარ და მაგრამ ეს მებრძოლად ყოფნა და მებრძოლად გახდომა ცოტა სხვა ფილოსოფია უნდა გქონდეს მაგაში. არიან ახლა ბიჭები, ვინც დარბაზში ვარჯიშობენ და თვლიან რომ მებრძოლები არიან რა. აჰა. მებრძოლი არიან. მებრძოლი ვერ გახდები მას. ახლა არიან ბიჭები, ვინც იღვიძებენ როგორც მებრძოლები, ვინც დარბაზში მოდიან, იხარჯებიან როგორც მებრძოლები, მიდიან სახლში, არ ტოვებენ თავიანთ მებრძოლის ფილოსოფიას, მენტალიტეტს, აზრს, მიზნებს, რაღაც სახლში მიდიან, ისევ ბრძოლაში არიან, სულ ამაზე ფიქრობენ, ამაზე არიან კონცენტრირებულები, ზოგს აქვს ამის საშუალება, ზოგს არ აქვს ამის საშუალება, ფიზიკურად გულისხმობ, მაგრამ გონებით თავარია შენი შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება აი ხა მერაბის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? მერაბის ცხოვრებას რო შეხედო, რა გზა გაიარა, მუშაობდა, ხო, რაღაც ხანსად იყო, გაჭირვება ქონდა ის, მაგრამ შინაგანად სულ მებრძოლი იყო. სულ მაგაზე ქონდა აზრი, ფიქრი, რაღაცა სამსახურში რომ მედიოდა კედელზე სანგრევად, უროს კი არიღებდა, კი არ ანგრევდა, მუშტებს ურტყავდა. იმიტომ რომ ეს აგერ ცოცხალი მოწმე ვარ მაგისი ყველაფრის, რასაც ამ მერაბის შინაგანი შემთხვევაში. მდგომარეობაა რა, შინაგანი მდგომარეობაა და მებრძოლი ნიშნავს შენ შინაგან მდგომარეობას, არა იმ არა ვიზუალურ მხარეს, რომელსაც შენ აჩვენებ, რომ აი მე ესა ვარ. შინაგანი მდგომარეობა უნდა გქონდეს ამის. წარმოუდგენელია შენ გახდე მებრძოლი, როდესაც ამით ხარ დაკავებული მარტო ფიზიკურად დაკავებას არ გულისხმობ, მენტალურ და ფსიქოლოგიურ დაკავებას, სადაც ამით ხარ დაკავებული, თქვათ საღამოს 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე. შენ ხარ უბრალოდ სპორტსმენი, მოყვარული ისიც რაღაც ფიზკულტურის მიმდევარი, რაც ვარჯიშობ და რაღაცებს სწავლობ, რომ თავი დაიცვა, რაღაც გარკვეულ შემთხვევაში თავს დაესხა, არ ვიცი, ვის ამიზანი აქვს, ხო? და მებრძოლი უნდა იყოს სულ ყოველთვის ძილშიც, სიფხიზლეშიც, სახლშიც, ქუჩაშიც, დარბაზშიც, შენი შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს ეს. შედეგებზე არ არის ეს შედეგებით მარტო არ გამოიხატება. თუ შენი შინაგანი მდგომარეობა ამ ყველაფერს აკმაყოფილებს და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ უზრუნველყოფს, შეიძლება იყოს მებრძოლი და ძალიან ნეგატიური რეკორდით, მაგრამ ის მებრძოლია. ხო. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმები. აფიქრდი შენს გავლენ კარიერაზე კიდევ ერთხელ და გაანალიზე და შეიძლება ეს დაუძახო. ბატონო, არა, ჩემ შემთხვევაში ბევრი მომენტები იყო ძალიან. მე ახლა მე შენზე უფროსი ვარ წარმოიდგინე რა. და გეტყობა. მე ორივეზე უფროსი ვარ რა. ხო. აი და ანუ რა ხდება იცი? გეტყობა შენ. ხო. მადლობა. ესე იგი მე მინახავს პროფესიონალი მოჭხუბრები, რომლებსაც ვერ დავარქმევდი მებრძოლს რა. და მე მინახავს აი იგივე სანდროსთან გალით რომ მოვიყვანოთ ბაციაშვილის სამი ბრძოლა აქვს მოყვარულებს ჩატარებული, ახლა მალე აკეთებს პროფესიონალურ დებიუტს და ხედავ მე ჩემთვის სანდრო უკვე ბოლო წელიწად 2 წელია მებრძოლია. ხედავ მაგის თვალებში
კითხულობ იმას, რაც მინდა რომ ნახო ნებისმიერ მოჭხუბაში, ნამდვილ მებრძოლში. ამისთვის არის აი ამაზე არის გადამკვდარი რა. ამ მაგისთვის სხვა რამე არ არსებობს. და მაქინა კი ეთანხმები 100%-იანი უცებ მინდა ერთი რაღაცა კითხო. მე შენ დაამატე ხა ვარ დამავიწყო ეს ზიკოს შეკვეთა წინაზე რო იყავი მისაყვედროა დამავიწყდა რომ მეკითხა და აქედან გამომდინარე მინდა ასევე ვისაუბრო შენ დროს როგორი იყო სპორტი და განსხვავებაზე შეადარო და ერთხელ ზიკომ მითხრა ვიღაც ირანელ ტიპს მოუგო სოფლიო ჩემპიონსო რუსეთშიო რა თუ რაღაც 2 თუ 3 დღის წინ ანუ პატა შორტ ნოტისზე მოუგო ტიპს ჩხუბიო რა მაგარ მოჩხუბარ ძალიან რა კაპიკები მისცესო ჩხუბში და მეორე დღეს აეროპორტში რო წასულიყო მე მივეცი ტაქსის ფულიო და აი მოაყოლე აუცილებლად თუ მითხრა ხო და ასევე აი შემიდარე დღევანდელი მდგომარეობა სპორტის და სპორტსმენების და მაშინდელი სპორტის მდგომარეობა სად ვიყავით და სად ვართ ახლა აი მაგ ამბავს მოგიყვები. ხო მაგ ამბავს მოგიყვები უფრო ზუსტად როგორ იყო. რამდენიმე დღის short note არ იყო მანდ. 9 საათის short note იყო. ნახევარ საათს ხო აგეთ დამოვიწყდა ანუ ვემზადებოდი MMA-ისთვის, ირანელთან უნდა ჩამეტარებინა ბრძოლა. საქართველოში იყო ეგ ამბავი, საქართველოში იყო. ირანელთან უნდა მეჩხუბა MMA-ისთვის, MMA უნდა მეჩხუბა ირანელთან, მაგრამ აი 9 საათით ადრე ჩემმა მოწინააღმდეგემ თქვა და ზუსტად იგივე პერიოდში, აი ვინც იყო მსოფლიო ჩემპიონი K1-ში, იმის მოწინააღმდეგე მთხოვარი ქართველი იყო ეს ბიჭი. და ნუ მე აქეთ დავრჩი ცალკე ფლანგზე, ის იქეთ დარჩა ცალკე ფლანგზე. ოღონდ აქ კიდე საინტერესო ის არის, რომ მე 93 მქონდა წონა გაკეთებული. ანუ 93-ში ვჩხუბობდი და დაკლებული ვიყავი და ეს ბრძოლა იყო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ხო და რაღაცა ნავარჩები ვიყავი, ფორმაში ვიყავი, წონა დაკლებული მქონდა და რომ მითხრეს, რომ აი ძიმე წონა დარჩა ბრძოლის გარეშე, დარჩი ბრძოლის გარეშე, მეთქი რაზეა ბაზარი, რა სპორტია, მითხარით უბრალოდ წესები, რა წესებით უნდა ვიჩხუბო. და ნუ ხო მოხდა, მაგრამ არც ის არის თლად სწორი ინფორმაცია, რომ კაპიკები მომწეს, არაფერი არ მომწეს. უკაცრავ ბოდიში ტაქსის ფული არაფერი არ ირად მომწეს, თორე კაპიკები რომელსაც ტაქსის ფული მექნებოდა აეროპორტში. გასაგებია იცი რა არის, აი რო შევადაროთ ეხლა რო პარალელი რო გავავოთ, ხო, ჩემ დროს როგორი იყო თქვა MMA და ეხლა როგორია MMA. რა თქმა უნდა, იდეალურ სურათს ვერ ვიტყვი, ხა იდეალური სურათია, საერთოდ არ არის იდეალური სურათი საქართველოში, ბევრი რაღაც გასავითარებელია, ბევრი რაღაც სასწაული გვაქვს, მეც, ჩემს ირგვლივ ხალხსაც და ბევრი რაღაცაში წინ უნდა წავიწიოთ თითოეულ ჩვენთაგანი ჩემით დაწყებული. მაგრამ რო შევადაროთ მაშინ რა იყო და ახლა რა არის, აი მაშინ რო ეთქვათ, რომ აი ასე იქნება და შენ შეგიძლია ამ პირობებში იყო, ვიტყოდი რომ ეს იდეალურია ჩემთვის. ვიტყოდი რომ იდეალურია. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არანაირი მოლოდინი არ გქონდა ჰორიზონტზე რამე ბრძოლასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცოდით ვინ როდის ჩაატარებდა ბრძოლას. გვიწევდა ყოველდღიურად, აი მაქსიმალურად ვიხარჯებოდით. მაქსიმალურად ვიხარჯებოდით, რომ გარკვეულწილად ფორმასთან ახლოს ყოფილიყავით, მაშინ ძირითადად ჩვენი გამოძახება ბრძოლებზე ხდებოდა აი ზუსტად აი short note-ების ხარჯზე. წინასწარ ვინ დაგინიშნავდა ბრძოლას ერთი თვით ადრე თუ ნახე თვით ადრე, ორი კვირით ადრე თუ ქონდა ბრძოლის შემოთავაზება, ეს კაი პონტი იყო, რომ ვთქვათ ერთი კვირა იბრძოლებდი და ბოლო ერთი კვირა წონას დაარეგულირებდი, ჩააბარებდი. ანუ ორი კვირა ეს კაი პონტი იყო. და ერთ თვეზე ხო საერთოდ ეს უკვე ოცნება იყო რა მებრძოლების ჩვენ ვარჯიშობდით ისე რომ კონკრეტული მიზანი არ ქონდა ვარჯიშობდით ისე რომ ჩვენ გვიყვარდა და თითოეული ჩვენთაგანი ფანატიკოსი იყო ვარჯიშობდით ისე რომ არავითარი სპორტული დანამატი არ ქონდა ვარჯიშობდით ისე რომ არავითარი ინვენტარი არ ქონდა ფაქტიურად დარბაზი არ ქონდა ერთ-ერთ დარბაზში ნახევარვან მხარეს სოკოიანი პარკეტი იყო ნახევარვან მხარეს ჩაოლებრივი პარკეტი იყო და სოკოიან პარკეტზე თუ ვინმეს ფეხი დაუდგებოდა, იმას დარბაზში აღარ უშოვით უკვე ერთი თვე, რომ ჩვენც არ გადმოედო მე რამე. ვარჯიშობდით ისე, რომ ხშირ შემთხვევაში გზის ფული არ ქონდა ბიჭებს და ერთმანეთს უკრებავდით, რომ ლიჟბი დარბაზამდე მოსულიყო და მე როგორ გავუშვებდით. და აი ეს ერთმანეთს გატანით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვარჯიშობთ ისე, რომ MMA-ში მწვრთნელი არ ყავდა, აბსოლუტურად არ თითქმის არავის. MMA-ში მწვრთნელი არ არსებობდა რაღაც თითქმის. და ხშირად ჩვენ თავს ვეძახდით YouTube ჯიცერებს. ჯიუჯიტსუ საერთოდ ახილი იყო მაშინ YouTube-ზე გავხსნით პლანშეტზე რაღაცას თუ ქონდა ვიღაც პლანშეტი თუ არ ქონდა ტელეფონზე და უკვე აი როის გრეისი, ედი ბრაო და აი რაღაც
აქ სესიებიდან რაღაცებს სწავლობდით და ვცდილობდით რომ გაგვემეორებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იდეალური გამეორება, ეს არ იყო იდეალური ვარჯიში, ეს არ იყო იდეალური მომზადება, იდეალური წონისკრება, მაგრამ ეს იყო ჩემი აზრით იდეალური მებრძოლის ფსიქოლოგია, მაშინ რაც ბიჭებს ჰქონდათ. იმიტომ რომ ჩვენ ეს საქმე გვიყვარდა, ჩვენ ამისთვის ცხოვრობდით, სხვაგან ვერ წარმოგვედგინა ვერავის ჩვენი თავი და ხო. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დარბაზში მოსულიყავით 100% დავხარჯულიყავით და ჩვენ თავთანვე ყოფილიყავით მართლები. ჩვენ თავთან პირველ რიგში, რომ სახში რომ მივდიოდი, ყოველთვის უსვამდი ჩემ თავს კითხვას, რომ აი რამე ხო არ დავაკელი დღეს რა, რამე ხო არ დავაკელი დღეს, რომ ხვალ გავანაზღაურო. თუ ამ კითხვას მე დადებითად ვცემდი პასუხს, კაი, მაშინ კარგად მეძინა ხოლმე სუფთა სინდისით და თუ არ ყოფითად ვცემდი პასუხს, მეორე დღეს ორმაგად ვანაზღაურებდი ამ ყველაფერს. სახში რომ მივდიოდით, არ ქონდა ის მომენტი, რომ ნუ მე ჩემზე ზიკოზე და კიდე რამდენიმე ადამიანი შეიძლება თქვა, ხა შემიძლია თქვა, ხო ვისაც აი ესე როგორი ბავშვი იყო ზვიადლაძიშვილი, მითხარება. მაგარი, ისეთი მაგარი ბავშვი იყო, როგორც ეხა მაგარი კაცია. აა, არ ქონდა ის მომენტი, რომ რაღაც სახში დაღლილებ მივდიოდით, ვიცოდით, რომ ხვალ ვარჯიში გქონდა და უპასუხისმგებლოდ მიუდგებოდით ან საკუთარ თავს, ან ერთმანეთს და თუ ღამე სადმე წავიდოდით და დილით დავაგვიანებდით ვარჯიშს, იმიტომ მარტო საკუთარი თავის პასუხისმგებლობა ხო არ არის, ზიკო მელოდებოდა იქ სარბენად რომ მივდიოდა. იქ შოთა მელოდებოდა, იქ აკულა. სხვა ხო, ბიჭები აკულაზე მელოდებოდა. იძახთ. ამიტომ კი, აკულაშვილი. კი, ოჰო. კი. Yeah, respect. კი, ამიტომ ეს ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზეც იყო. ეს არ იყო მარტო იმაზე, რომ მე ჩემ თავზე არ იყო ხო, მაცა. რა თქმა უნდა. ეს ეს რეან გუნდზე ეს იყო. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის რთული ამ სპორტისგან მე წასვლა, როცა დრო მოდის, ზუსტად ის არის, რომ ბიჭებს ვერ თმობ, დარბაზს ვერ თმობ, აი ურთიერთობას ვერ თმობ, რაც დარბაზშია რა. მაგიტო არის აი ესე ხო. 24 საათია ამ ორგანიზებაში რო ვარო, ვერ დავთმე ეს ყველაფერი და ვინც იქ ჩავტრიალდი რა. შემიცოლის უმაღაზე რატო იკლავოთ, რაღაცო იკლავოთ თავს, რომ რა სად მიდიხარ ამ სიჩორეს და ახლა წახვიდე აგერ არ დარჩი ჩვენ, არა მეთქი უნდა წავიდე, მაგრამ მაგის გარეშე არ შემიძლია მეთქი რა. შენ აგვისტოში ხარ ხო დავადებული გიგა? კი. მეც აგვისტოში ვარ დავადებული, მე ზლომი ვარ რა. მე და ქალწული ვარ. შენ ქართულ შენ ბოლოში ხარ მე მგონი აგვისტოს ბოლოში 23. ხო. 3, 2, 1, 0, and liftoff. სანამ გადავალთ რა პოპულარულ თემებზე, ერთი ორი რაღაც დამჩა და მინდოდა რომ მეკითხა შენთვის, ანუ რომ ვახსენეთ, რომ ანუ ძალიან აქტუალური უნდა იყოს თვითონ ქვეყნის ანუ ლიგა, რასაც ქვია რა. ანუ სანამწავლენო ბიჭები რა, მაგაზე ხო თქვი რომ ანუ სანამწავლენ იქ და ანუ აქ უნდა გამოცდილება უნდა იყოს რა, ძალიან დიდი და მე მგონია რომ რა ვიცი, გამაზე მეტი ევენტი არის საერთოდ ჩატარებული სხვა ორგანიზაციებიდან საქართველოში? აი არ მგონია. არ მგონია რა. და მე მგონია რომ ვიცი რომ MMA არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ფესვები მოდის გამასგან. ჩვენ რომი რამდენი გამას მებრძოლი ყოლია აქ ხო? არაერთი. და MMA-ის მებრძოლები არიან რა. კი. და შანსი აქვს რომ იყვნენ აქტივ რა. ხო, ანუ ეკონომიკაზე რო ვისაუბრე, ხო, ძალიან დიდი ეკონომიკა არის, მაგალითად MMA-ისთვის გამა ჩემი აზრით, მაგრამ გიგა რა შენი აზრით? აი ყველაზე სამახსოვრებელი memory გამასგან რა არის შენთვის? ან გამამ ყველაზე დიდი რაც მოგცა ჩვენ რა? ინდივიდუალური ადამიანი ან საერთოდ შენთვის პირადულად ყველაზე სამახსოვრო memory გამადან თუ შეგიძლია რომ გაიყო ჩვენ. საინტერესო კითხვა.
საინტერესო კითხვა. ზოგადად ჩვენ რო დავიწყეთ მე და გიო კოჩელეიშვილმა ეს პროექტი და ეს ორგანიზაცია რო დავაარსეთ, მოვიკითხავთ აქედან გიორგის. რო დავაარსეთ ჩვენ რაღაცა მაშინ რაღაც ჩვენი ოცნებები გქონდა და თავი რაღაც გეგმები გქონდა, მაგრამ ეს არ იყო, როგორ გითხრათ რა, ეს არ იყო ის ყველაფერი, რასაც აი ესე ნათლად ვხედავდით. უფრო შინაგანი რწმენაზე იყო აქ საუბარი და უფრო იმაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ ამის კეთება გვინდოდა. ახლა მეც და გიორგიც ადამიანები ვართ, რომ იმ ფილოსოფიის მიმდევრები ვართ, რომ უნდა აკეთო ის, რაც გინდა და არა ის, რაც უნდა აკეთო, რაც ვალდებული ხარ რომ აკეთო. ზოგჯერ გიწევს ადამიანს რაღაც ვალდებულების გამო აკეთო და სხვადასხვა მიზეზების გამო და ეს სრულად გასაგებია, მაგრამ როცა გაქვს იმის საშუალება, რომ შენ აკეთო ის, რაც მოგწონს, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს მაგაზე და არჩევანს მაგაზე. ჩვენ ამის კეთება რომ დავიწყეთ, მაშინ მქონდა შინაგანი რწმენა და მაშინ ჩვენ მიზნად მქონდა უკვე მაშინ ერთი რამ რომ სოლოჟერის ძველ ვიდეო, აი ძველ თუ ძალიან ძალიან ქვემოთ ნახავთ, იქ არის ვიდეოც გადაღებული, რომ გვინდა რომ ქართული მუშტიკრივი ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორც ქართული ჭიდაობა. ხო. ყველამ გაიგო, ხო? საქართველოში რო ჩახვალ, რა ყველა მაგრა ჭიდაობს. დაცვა, ექიმი, რა ყველა აბსოლუტურად სწავლებელი ყველა მაგრა ჭიდაობს, მაგრამ რაღაც დაგვავიწყდა, რომ ჩვენ აი განსაკუთრებით ფოთში იყო რა, აი ცოტა 80-იანებში, ხო? 80-იანებში, 70-იანებში აი ფოთის სკოლა, ქუთაისის სკოლა, კი, ხრივი კი. უძლიერესი იყო მაშინ უძლიერესი და ბევრი საბჭოთა მებრძოლები ყავს და დამარცხებული საბჭოთა ტურნირები გამარჯვებული და ყველა ცნობდა მაგას ფოთის სკოლას. ბოვა ჭანტურია. კი, კი, რა ბოლოს თქმა უნდა. ვიცნობ საკმაოდ კარგად. ბავშვობა მაგის თვალწინ ვარ გაზრდილი. და გვინდოდა რომ აი ეს მიზანი ქონდა რომ ქართული მუშტიკრივი უნდა გავაცნოთ სოფლიოს ისე როგორც იცნობენ ქართულ ჭიდაობას. მაშინ ჩვენ რო ვიწყებდით როგორ ვიქ აი უმები ვიყავით რა, უმი ხო. პროექტი ვიყავით fresh თავიდან ბოლომდე. fresh პირველ ხო, პირველ ნაბიჯებს ვგამდით. უმი იყო თვითონ ორგანიზაციაც, უმები ვიყავით მეც და გიოც, მაშინ აი ნაბიჯ რო სწავლობ რაღაცეებს რა, რომ რაღაც წასაკითხი რო არ გახარსათ, რომ წავიკითხო ვისწავლო და მე გავაკეთო, აი ნაბიჯ სწავლობთ რაღაცეებს და ეს იმიტომ მოგვიწია, რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალი სპორტის სახეობა შევქმნით. blueprint ხო გიგა blueprint რო ბატონო გაყვე რაღაც გეგმას blueprint რო ხო, უძახი ხო, არ ქონდა ესეთ კონკრეტული რაღაცა რომ აიღო მაგალითი იმის აი ესე უნდა მოხდეს, ასე უნდა მოხდეს. კი, ზოგად ინფორმაციებს ვიღებდით, რა როგორ იყო, ახლა ამას ჩემი გამოცდილებაც მეხმარებოდა, გიოს თავის სფეროში გამოცდილება ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ შევქმნით ახალი სპორტის სახეობა. სადაც ჩვენ შევძელით ის, რომ ბიჭები და ეს ახალგაზრდა ადამიანები ძალიან ბევრი ქუჩას მოუწყვიტეთ. და კი. რაღაც სპორტში მოვიყვანეთ. ძალიან ბევრი ახლა მე ასე პირდაპირ არ მიყვარს რა და არ ვიზამ ხა მაგას პირდაპირ სახელი გვარები ხო. რაღაცები და არ არის ახლა ჩვენი სასაუბრო თემა. ბევრი ადამიანი რაღაც ძალიან რთული პირობებიდან წამოგიყვანია და შედარებით უკეთეს პირობებში არის დღეს და იმედია მისი ცხოვრების პირობები უფრო და უფრო გაუმჯობესდება და უფრო ამინ კარგად ამინ იცხოვრებს და უფრო რაღაც ნათელმომავალ შეიქმნის. ბევრი სპორტს მოშორებული ადამიანი სპორტში დავაბრუნეთ. კი. ბევრი სპორტსმენი წასული იყო, ზოგი მშენებლობაზე მუშაობდა, ზოგი დაცვაში მუშაობდა, ზოგი ოფისში მუშაობდა, მაგრამ რა თავიდან როგორც თქვი რა, რომ აკეთებდნენ იმას, რაც მათ არ უნდოდათ. და ვალდებულები იყვნენ, უბრალოდ საკუთარი ვალდებულების გამოშვებოდნენ ამას. ჩვენ მივეცით ადამიანებს იმის საშუალება, რომ თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინონ, თავიანთი თავი იპოვონ და იმ რაღაც ცხოვრებისეული სირთულეებიდან, რაც მაგათ ამა თუ იმ მიზეზების გამო შეექმნათ, უკვე აქ ეძლევათ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი გააუმჯობესონ და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები გახდნენ, ვიდრე გუშინიყვნენ. და რა მაგარი შეგრძნება ათლეტისთვის მეორე შანსი წარმოიდგინე. კი, ჩვენ მეორე შანსი ბევრს მივეცით და ზოგადად შანსიც ბევრს მივეცით, რომ ჩვენ კი. ბევრი მებრძოლი არის, რამდენიმე კი არა, ბევრი მებრძოლი არის, რომელმაც ჩვენთან გამოჩნდნენ და შემდეგ სხვა გზები გაეხსნათ. მ არიან ესეთი არიან.
ამიტომ ჩემთვის პირადად რა არის ხო ხა ეს ყველაფერი და რასთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ეს არის, ასე ვიტყოდი, იმ ჩემი რთული და ესე ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში უსამართლო კარიერის, ხო, სპორტული კარიერის გამოსწორების საშუალება სხვებისთვის რა. მე დღესდღეობით მეძლევა იმის საშუალება, რომ ის გზა, რაც მე გავიარე, რაც ჩემმა თაობამ ალბათ უფრო ხა მარტო მე არა ხო, რა ხო, მე გავიარე რთული გზა, მასე არა, ჩემმა თაობამ რა რთული გზაც გაიარა, იმის გაუმჯობესების საშუალებას მაძლევს ეს ორგანიზაცია. და იქიდან გამომდინარე, რომ მე ბავშვობიდან საბრძოლო სპორტში ვარ, რა 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 სად აღარ მიბრძოლია ხო, რა სახეობაში აღარ მიბრძოლია, რა კარატიდან დაწყებული, კიკბოქსინგით დამთავრებული, ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს ყველაფერი და ეს მე მაბედნიერებს ზუსტად ამიტომაც, რომ ჩემი ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იმ სირთულეებს, რასაც შევეჯახე მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ის თაობა, რომელსაც მოუწია ამ ყველაფრის გავლა, ჩვენ ვცდილობთ და უქმნით ახალგაზრდა თაობას იმ ტრამპლინს, რომელიც შემდგომში მათ სხვანაირად დაეხმარებათ, სხვა სახელს მოუტანს. ეხლა წარმოედგინე შენ ხარ მაგარი მებრძოლი და გინდა რაღაც ევროპაში ბრძოლის ჩატარება. ცოტა აი ეს საბრძოლო ბიზნესი ხო ცოტა სასტიკი ბიზნესია რა. ეხლა ჩვენ შეიძლება გულის სიღრმეში ის ვართ რომანტიკოსები ვართ, მაგრამ უნდა რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ხო? საბრძოლო ბიზნესი საკმაოდ სასტიკი ბიზნესია და Dog eat dog world. კი, კი. და ეს ასე არის და ხა ევროპაში გინდა ბრძოლა და მაჩმეიკერი, რა თქმა უნდა, შენ ხა იმის გამო რომ ვაო, კაი ბიჭი ხარ, კი და მოდი გაჩხუბებ, არ არის მასე. იქ თავის რაღაც მოთხოვნებია, ხო, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. და წარმოიდგინე შენ კაი მებრძოლი ხარ და პლუს ამას საქართველოში ხარ ყველაზე ცნობილი მებრძოლი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი. არა აქვს მაგას მნიშვნელობა MMA-ია ეს თუ მუშტიკრივია. შენ ხარ ცნობილი ტიპი, ცნობილი მებრძოლი ხარ საქართველოში. ეს უკვე რამხელა წინგრადმული ნაბიჯია მებრძოლისთვის, მენეჯერთან და მატჩმეიკერთან საკომუნიკაციოდ. აი რამხელა კი, წინგრადმული კი, მესმის ასათი ძახი, კარგად მესმის, კი. და ამიტომ აი ასეთ რაღაცებს ხა ორგანიზაციას სხვათა შორის ეს ორგანიზაციას ბევრი ის ყავს რა, ჰეიტერი ყავს რა, რომ აი რაღაც უნდა დაიხუროს ორგანიზაცია, შეიძლება ვკითხულობ ხომ ესენი უნდა დახუროთ, ესენი აქ რას აკეთებენ, დასახურები არიან, გასაყრელები. აი რატო უნდა დაიხუროს ორგანიზაცია, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ კარგი რაღაცების პროპაგანდა ხდება. იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც გემოვნებაში არ ჯდება. Haters. ზოგადად ქართველებმა უნდა გადავეჩუოთ ხმამაღლა Haters. რაღაცების ყვირილს გააზრების და გაანალიზების წინ გარეშე რა. ხო, ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სრული ინფორმაციის მიღება კი, იმ საკითხზე, რაზეც გვინდა კომენტარის გაკეთება. თუ არა კი და ბატონო. ხელა პასუხისგებლობის შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ თავი შეიკავო. იმიტომ რომ შენმა სიტყვამ შეიძლება შენ თვითონვე შეგარცხვინოს. კი ბატონო. იმიტომ ჯერ უნდა გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ხო? და მე თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ ჩათვლის სწორად, მე შეგვიძლია რაღაც კომენტარი გააკეთო, ისიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადეკვატური და არგუმენტებით სავსე. ანუ შენი აზრით MMA-ის სამყაროში გამას ყველაზე დიდი საჩუქარი ვინ არის? მებრძოლის სახელით. ჯერჯერობით რა. ანუ ვინც MMA-ის გამაში ასპარეზობდა და crossover-ს აკეთებს MMA-ში. ანუ შემდეგ ნაბიჯი დიახ. ბენო ადამია, ბენო ჩიგარი ხა ძმაო, ეგ მაგრა იმის გამიხარ. დამოხედავად, რომ ბენოს ხა რაღაც ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ისიც ბრძოლაც არ იყო, ხო, ტრაუმა მიიღო, დაიზიანა. ჩვენთან დიდი გადაკვეთა ჰქონდა მას და მ. რა თქმა უნდა, ამ სიაში ფოლოდიშვილი შედის. კი, გიო, ორივე კი, ჩვენთან იყვნენ. კი, უნიჭერესი კი. MMA-ის მებრძოლია, კარგი ადამიანია, კაი ზილობიანი ბიჭია, გამოცდილება რა თქმა უნდა აკლია და ჯერ კიდე ყველაფერი წინა აქვს და ბევრი რამის ასწავლი აქვს. მენეჯერობაში, მებრძოლიც უნდა ერკვეოდეს მენეჯერობაში, არ არის ისე რომ მებრძოლმა მარტო ხელები უნდა იქნიოს.
მებრძოლმაც უნდა იცოდეს საკომუნიკაციო ენა, მებრძოლმაც უნდა იცოდეს სწორად რაღაცეები როგორ ხდება, როგორ კეთდება, რომ матчмეიკერთან და ორგანიზაციასთან კომუნიკაციაში შეცდომები არ დაუშვა ისეთი, რომელიც შენ გაგაჩერებს და შეგაფერხებს. ესე გიორგი, ბენოს ბოლო ბრძოლა თუ ნახე რა. ხო, ესე იგი, როგორც ვიცი, წონის კლება გაუჭირდა ძალიან რა. წონის კლება გაუჭირდა. საერთოდ მაგ წონაში არ უნდა ჩასულიყო რა. ბენო ეხა კი სიმაღლეში შეიძლება მაღალი არ არის როგორც ფაოდიშვილი, თუმცა ესეთია რა, ჩამჯდარი ბიჭია ნო. შედარება. მაგრამ პირველი ხო არ არის, ანუ უკვე რამოდენიმე ბრძოლა აქვს რა flyweight-ში ჩატარებული რა. ვიცი რა არის? კი, რამოდენიმე ბრძოლა აქვს flyweight ჩატარებული, მაგრამ ყოველთვის გასათვალისწინებელია მებრძოლის ასაკი. მებრძოლი იზრდება და ასაკთან ერთად კუნთური მასა უფრო მძიმდება, ძვალი უფრო ძვალი, მსხვილდება, ხო. მყესები უფრო მსხვილდება და ის როგორ არის? აბმენვიშე აჰა. აბმენვიშე ისა ხო, ნივთიერებათა ცვლა, ხო. ნივთიერებათა ცვლა. აი, გიოს შევხედოთ აგერ. რა გამختარი იყო პირველ ეპიზოდში უნდა გენახა შე. ბიჭო, ეს არის ღვინო, საჭმელი არა. ეს არის ღვინო, მეტი არაფერი. ხო და ანუ ეგ ნივთიერებათა ცვლაც იცვლება ასაკთან ერთად და ეს ყველაფერი ხა ბერნო კი არ არის მასახში რო ხა ნივთიერებათა ცვლაზე ვისაუბროთ, მაგრამ ყოველ მომატებულ წელს თავისი კორექტირება შეაქვს და შენ ამას სამწუხაროდ ვერავინ ვერ გაექცევა აბსოლუტურად ამ ქვეყნად და ვერავინ ვერ გაქცეულა წლებს. ხო. ამას უნდა მოარგო შენი მომზადება, უნდა მოერგო შენ თვითონ და იმდენი გამოცდილება უნდა გქონდეს და იმდენი რამე უნდა გაითვალისწინო მან დრო სწორად შეარჩიო ამა თუ იმ ეტაპზე იგივე წონითი კატეგორია. I got another good one. თუმცა ახლა ბენოსთან მე ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ მქონია და შეიძლება იქ სხვა პრობლემა იყოს, ხო? შეიძლება წონის კლასში სხვა რაღაცამ შეუშალა ხელი, ახლა ჩვენ არ ვიცით, ან მე არ მაქვს ინფორმაცია. უფრო ეგრე იყო ალბათ. ვარაუდოთ, რომ რაღაცა, მაგრამ ბევრი მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ წონის კლებამ ძალიან დიდი უარყოფით ზეგავლენა იქონია მაგ ბრძოლაზე, თუმცა რაც არის ხა ეგ არის და ეს ისტორია, რომელიც უკვე გავლილია და ამაზე უბრალოდ უნდა გააკეთოს ვენომა ანალიზი გამასწოროს. ძალიან მაგარი მებრძოლები ყავს რა. ბენო, შავრაუტ და ბიძი გავაშელი და კიდე რამდენი არის, რომ შეიძლება ახლა ამ მომენტში იყვნენ გამარჯვების სერიაზე არა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ეგენი არ არიან მომავალი ჩემპიონები რა. თქვენ თუ იცით შალა მამაცაშვილი? კი, მე ვიცი. აი ჩემი შეხედულებით და ჩემი აზრით შალვა მამაცაშვილი იყო პირველი ქართველი mix fight მებრძოლი. პირველი იყო და რატო ახლა გეტყვით რა? აი არას ჩვენ რო ეს ცოტა უკვე დიდები რო ვიყავით ამზადებოდით, შალვა მაშინ პატარა იყო და ჩვენთან დაიწყო ვარჯიში. ერთ-ერთი, ну, ერთადერთი ალბათ, ან პირველი რა, ყველა ვარიანტში პირველი იყო მებრძოლი, ვინც იცოდა ჭიდაობას კარგად, ვინც იცოდა დგომშიდაობას გულისხმობ, ვინც იცოდა ჯიუჯიტსუ, გრეპლინგიც კარგად და ვინც სტრაიკინგი იცოდა კარგად. აი, პირველი იყო შალვა მამაცაშვილი, ეხლა ჩვენ პერსპექტივებზე საუბრობთ და რატო მოვიყვანე ახლა გავიხსენე შალვა მაგასაც გეტყვით, რომ პირველი იყო MMA-ის სრულფასოვანი მებრძოლი საქართველოში, ქართველი, რომელსაც ყველაფერი სამივე კომპონენტის გაერთიანება შეეძლო. აი, განწარებული ყავს სომეხი მებრძოლები, აზერბაიჯანელი მებრძოლები, ირანელები, კირგიზები, ვინ აღარ ყავს განწარებული, მაგრამ შემდეგი guest-ი გიგა, you gotta shout us out. დაგვიანოსა გიგამ ხო? კი, უნდა მოიყვანო. ამიტომ უნდა იყოს შენ YouTube-ზე გიგა რა, ყოველ კვირას, ჩემი აზრით. ხო, შევეცდები, ძალიან მინდა, ძალიან მაკლია ხოლმე რა, ეს ინფორმაციის მიცემა. გაცემა, კი. გაცემა, ხა არა მარტო ის გამოცდილება უნდა გაუზიარო, რაც ილეთი იცი, აი ეს სიტყვები ინფორმაციას უნდა გაუზიარო ხალხს. და შალვა, აი მაშინ იმ დროინდელ პერსპექტივებზე რო საუბრობდით წეგან, აი იმ უპერსპექტიულობამ შექმნა ის სიტუაცია, რომ შალვა თუნდაც დღეს არის მწვრთნელი და არა მაგარი მებრძოლი, ან UFC-ის მებრძოლი. რამხელა არის დღეს შალვა? დაახლოებით, შენზე, ანუ
შენზე უმცროსია მგონი, ხო? უმცროსია კი, ეგრო ჩვენთან მოვიდა. ანუ შენ იძახი რომ როგორც პიონერი არა, მაგრამ პირველი, ანუ ახალი new generation, რომელმაც ყველაფერი ერთად ხო, რომელიც შეურია, ახალი new კარგად, ხო? generation fighter-ი, რომელმაც აი Mhm. ყველაფრის მიქსი იცოდა რა და ხო. ხელისმტკივნეულები იქნებოდა, ნოკაუტები იქნებოდა თუ პროსა, სომხე ყველაფერი. სომხები და აზერბაიჯანელები ახსენე და მე თან მანამდე ფოთის სკოლა ახსენე კრივის და კარჩე მახსოვს 2005 ძალიან მაგარი ისტორია მაქვს მაგასთან დაკავშირებით უცებ მოყვები 2005 წელია აქ ჩამოვედი 2004-ში მე სწავლით სტიპენდია და დაფინანსებია და ისა მაგრამ იმდენად ავანტყოფურად ვიყავი მოწამლული ამ ყველაფრით დაუწყი ჭუბი და ჭიდაობა არ ვიცი რატო და მეზობელი ისე დაემთხვა რომ ყავდა მექსიკელი ყოფილი განგსტერი იყო ტიპი აი შავი მექსიკელი ქერათმიანი ცოლი და ქერათმიანი შვილები ყავდა და განგსტერობიდან მე მღვდელი გახდა ტიპი ჩემ მეზობლად ცხოვრობდა და თავის ბიჭებს ავარჯიშებდა თავის ბეისმენტში რა და მაგარი დარბაზი ჰქონდა ძალიან და მე რო გამიცნო მაგრამ მოეწონა ჩვენი ქართული მენტალიტეტი ის მოეწონა და მეძახდა ხოლმე სულ თავისთან სავარჯიშო თავის შვილებთან მოვარჯიშებდა და სულ ბოქსებს რო უყურებდა სულ მეძახთან პატიჟებდა შაბათობით რო სარეიტინგო ბრძოლებს უყურებდით რა ჩოვრები აი და ჩოვრები კლუბებში რო ჩხუბობენ ბიჭები ეგეთ და გავედი ერთხელ და მახსოვს კობა გოგოლაძე ეჩხუბებოდა სომეხს გაიჩნდა მეთქი ეს ჩემი ქალაქი მე ქვეყნიდან და ერთი ქალაქიდან ვარ მეთქი ძალიან ყველაზე ხარ გავგიჟდი ესა გამიხარდა რაღაცა და 16 თუ 17-0-ზე ქონდა მაგ დროს კობა გოგოლაძეს რეკორდი და სომეხს ეჩხუბებოდა და ხელი მოიტეხა მაგ ბაბზულაში მარცხენა ხელი მოიტეხა და წააგო პირველი წაგება იყო კობასი მაგ დღეს მახსოვს რა სტალინსაც უნდა მღვდელი გამختارიყო. ხო Fun fact. გიგა ბრძოლა მოგებაზეა ძმაო ანუ რას გეკითხები ახლა ნახე აუ ჩარლზ ოლივერა აშკარად მოგებაზე ეჩხუბებოდა ილიას ცდილობდა რომ ბრძოლა მოგებაზე კი არა უნდა მეკითხა ბრძოლა მორევაზეა თქო ეგ უნდა მეკითხა მორევა სხვა არის და მოგება სხვა არის ჩარლზი ეჩხუბებოდა ილიას რომ მორეოდა და არ გაჭრა ამან ილიას ეჩხუბებოდა ვოლკანოვსკი ტექნიკურად მაგრამ მე ილია ეჩხუბებოდა მორევას და ილიამ გაჯობა და როგორ არის ეს ამბავი ბრძოლა მოგებაზე მორევაზე არის თუ არა როგორ ასმეტყვი შენ ну, ალბათ, როცა პროფესიონალურ სპორტში ხარ, უფრო შედეგზე ორიენტირებული უნდა იყო ახლა რა. ოლივერა ჩემი აზრით ძალიან დაბნეული იყო მანდ აჰა და საკუთ ხო, ძალიან დაბნეული იყო თავიდანო და აი ეგრას შერას სამოფ რომ ორევაზე უნდა რომ აი რაღაცა ალბათ უფრო საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა რომ აი მაგარია ტიპი რა და აი ამ წამს უნდა ამაში უნდა ხო ვაჯობა ეხლა უნდა ვაჯობა მაგრამ პროფესიონალ სპორტი ეგ არ არის რა მთლად ეგ არ არის ბოლომდე იმიტომ რომ პროფესიონალ სპორტში შეიძლება რაღაცა ეპიზოდი დათმო იმისთვის აჰა რომ მეორე ეპიზოდი უკვე შენ წამოიღო პირველი რაუნდი დათმო ან მეორე რაუნდი დათმო იმისთვის რომ მეოთხე მეხუთე უკვე შენ წამოიღო და უფრო უფრო ეს არის fight IQ, რასაც ახლა საუბრობ ალბათ, ვიდრე ის რომ უბრალოდ გახვიდე და რაღაცა კი ბატონო მოერიო და აი დაჩაგრო. აი ზუსტად ამ პასუხს რო ველოდებოდი მაგით დაგისვია კითხვა ჯიგარი ხარ რა ისე ჩვენ რომ დავიწყეთ გიგამ გითხრა საათ ნახევარიო და ძმებო მე საათი და მგონი 20 მე გავიდა და მგონი მე მგონი ვაფშე არ მილაპარაკია რა ხო არა განაჩე მე მგონი რამდენი უკვე კითხვა მქონდა ხო ბოროტად საუბრობთ უკვე გიგას მე დროის და მე რამე არა ისეთი დასვი მე რაც არა ძმაო მიდი ბიჭო ისა შენ ვიცი რომ ძაღლები მაგრა გევასება და ძაღლები ყავს მაგითი უნდა მინდოდა დამეწყო საერთოდ ეხლა რატო ყველაფრის ხსენება მინდა რაც ვერ ვახსენე რა რომი მიცის მე სამი ძაღლი მყავს და რატო აგვიანებო სულ რა მეუბნება რა და მეთქი აი ველოდები რა ამიტომ იყავი ჩუმად 10 გუშინ წუთია ავიყვანე დარჩები და ერთი ძაღლებზე კუჩიდან. ლაპარაკობ გუშინ ავიყვანე ერთი კუჩიდან რა. მართლა ალბათ ვა ხო. საღო ისე ხო. სეინების პონჩი გევასება რომ სხვა ასეინებს შენ ძაღლს ჩემ ძაღს არ ევასება. ო და შენ მაქსიმუმ ჩემო მეუღლემ თუ გაასეირნოს და სხვა ანუ ხო აი ხო გესმის აუ მე კატა მყავს რატო იკლავ თავს ვაფშე არ მაწუხებს ჩემი საჭმელი არ მიეცი და მიყავს всё რა თავის ხასიათი აქვს ხო იცი შენ კარგად იცი ახლა კი კატებსაც თავის ხასიათები აქვს ყველას თავის ინდივიდუალური ხასიათი აქვს და უბრალოდ კატის გასეირნება არ გიწევს და ძაღლს გასეირნება გიწევს და
ბევრი რაღაცაა სერიოზული გასთვალისწინებელი რა. პროსტა ერთი სერიოზული კითხვა მქონდა გიგა და მე რა ვიცი ბევრ რაღაცას არ შევეხეთ და მოდი გიგა ისე ვქნათ რომ უფრო ხშირად გქონდეს ხოლმე რა ჩვენ ჩაწერვები თუ შეიძლება იმიტომ რომ მე მახსოვს რომ შენ მართლა რა რომ იმახსენა უკვე რამდენჯერ რომ გჭირდები YouTube-ზე YouTube-ი არ არის აქ არა მარტო YouTube-ი ანუ რა არის მიზეზი რომ არ ხარ ეხა პოდკასტზე და იმიტომ რომ აი შენ ხარ იდეალური ანუ დრო არა გაქვს თუ ანუ რა ხდება რომ რატომ არ ახარ რა ანუ უფრო ის მომენტი რომ ამ ეტაპისთვის გადავწყვიტე რომ ჩემი დროის მაქსიმალური პერიოდი მოვახმარო ორგანიზაციას და იმ საქმეს რომელიც უშუალოდ ფიზიკურად წაწევს ამ სპორტს წინ რა თქმა უნდა YouTube-ი ჩვენ დავიწყეთ ახლა რამდენი მტკივნეული შოუ ხო რომ რამდენი წლის წინ იყო და რამდენი ხანი მიდიოდა და ჩვენთან ერთად ის ხალხი გაიზარდა ვინც მერე და მერე უფრო MMA-ს ჩაერთო და იყო პერიოდები რომ რაღაც შეცდომას თუ დაუშვებდი ხა მე ძალიან მაგრად მიჭირს სახელი და გვარების დამახსოვრება რა აი მეც 2 მეგაბაიტიანი მეხსიერება მაქვს ახლა და გვარებში ყველას ტელეფონი მახსოვს სახელს ვერ მიმახსოვრებს. აი ვერ ვიმახსოვრებ და ხშირად რაღაც შეცდომები მომდის ხოლმე რაღაცა ხო. ვარ მეერევა და უკვე რაღაც პერიოდი რო გავიდა ხო რაც ეს პოდკასტი გქონდა მე უკვე მაყურებელი მისწორებდა რა ის მასე არ არის 100-ია და იმას იმდენი ბრძოლა კი არა ერთი ბრძოლა შეგეშალა და აი ხო ხვდები აი ერთ შეცდომას არ მეპატიებოდა ხოლმე და ეს უკვე ჩემთვის რამდენ რამეს ნიშნავდა რომ აი ვაუ ესე იგი უკვე ცნობიერება ამაღლდა რა და მე ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღე ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი არის ჩემთვის თუმცა ამ ეტაპისთვის ზუსტად იმიტომ რომ აი დროა აღარ მრჩება უკვე სხვა რაღაცეებზე ვთვლი რომ ჩემი დროის და ენერგიის მაქსიმუმი ჯობია რომ მიმართო უკვე გამა MMA-ის მიმართულებით და ამ პროექტს და ამ ორგანიზაციას მიხედო იმიტომ რომ თქვენ ახლა აი აკეთებთ პოდკასტს და ხედავთ ხო რამ ხელს შრომას მოითხოვს ეს და კი საკმაოდ ბატონო. ბევრ დროს მოითხოვს ახლა ეს არ არის უბრალოდ მოდი დავждეთ ვიბაზროთ ასე არ არის რა ბევრს მას წარმოუდგენია მაგრამ აბსოლუტურად არ არის ახლა არ მასე არის, არ შეიძლება ვიღაცა მასაც შვება შეიძლება ვიღაცა მასაც შვება მაგრამ ნუ მასე არ უნდა ვქნათ მაო პროდიუსერი მე ვარ შენ უბრალოდ მოდი მეტი არაფერი ძმაო თუ გინდა კი სიამოვნებით სახელიც და რეკორდის შეგეშალოს არავინ არ განგსჯის მაგაზე შენ ხარ ძმაო ქართველი MMA-ის ლეგენდა კაცი ძმაო და რავი აბა შენ აი უნდა რომ იყო მკითხე რატო აი ეს არის რომ ვცდილობ გიგარი ხა ხარ ძმაო ყველაფერი მოვახმარო აი ორგანიზაციას რომ გიგარი უშვი MMA და გრეპლინგი ჩვენ გრეპლინგის შეჯიბრებს ვატარებდით და საკმაოდ წარმატებული იყო და ის უნდა დავაბრუნო აუცილებლად გამაში რომ აი და სამივე ფაზა და კიდე მინდა რომ ეს არ გადავაცილო იმ საათს და 30 წუთს მგონი რას ვთქვით მაგრამ ეს კითხვა მაქვს გიგა ანუ ბოლო იქნება და ეგ არის რა მაპატიეთ გიგას პიკი თავის საბრძოლო პროფესიონალურ კარიერაში როდის იყო არ მგონია ჩვენ გიგას პიკი გვენახოს რა. ვერ ვნახე. საბრძოლო კარიერაში გულისხმობ რა ხო ნუ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფორმაში ვიყავი და ყველაზე ნაკლები ტრამვა მაშინ მაწუხებდა, როდესაც შტეფან პიუცთან უნდა მეჩხუბა M1-ის ქამარზე და ტრამვა მიიღო თუ რატომღაც ჩაეხსნა და უკვე ქამარზე ბრძოლა აღარ შედგა და გამომიგზავნეს სხვა გერმანელი ნოკაუტით დამთავრდა ეგ მგონი ხო ხო ნოკაუტით შენი დამთავრდა. აი ნოკაუტით მაშინ აი მაგ ბრძოლისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფორმაში ვიყავი და თითქმის ტრამვები არ მქონდა რა. მაგ გიგას გაუმარჯოს მაო და ამ გიგას გაუმარჯოს let's go გიგერ. აი ხა გიგერ, დიდი მადლობა ძმაო. მართლა ძალიან მადლიერი ვარ იმ დროისთვის, რაც დაგვითმე დღეს შენ. საჭირო შენ ხარ აი essential როგორ იქნება. ჰაერივით საჭირო ხარ ჩემი აზრით საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის შენ და შენისთან ახალხი მინდა რომ ერთ-ერთი ლიდერი იყო ამ სპორტის წინსასვლაში საქართველოში და მიხარია ძალიან რომ ეს წამოიწყია ეს გამა MMA დაამატე და წარმატებებს გისურვებს ცხოვრებაში, პროფესიაში და ყველანაირად
ამით პატივს ვქცემ აქედან შორიდან და მე მოვადრო კიდევ უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს რა. აუცილებლად. მადლობა ბიჭებო, იმ საქმის რაც თქვენ აკეთებთ და თქვენი და ჩემი და თქვენი საქმე იმდენად თანაბრად მნიშვნელოვანია. არავინ არ თქვას და არ იფიქროს ის, რომ უფრო მეტი ან უფრო ნაკლები თანაბრად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ ახდენთ ფართო მასშტაბებზე ამ ყველაფრის ინფორმირებას და იმ მებრძოლების გაშუქებას, ჩვენებას, მათ გაცნობას ხალხთან, ვისაც მედია საშუალებებით, სხვა მედია საშუალებებით არ ეძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად და გულიანად და მონდომებით და იდეალურად გამოვხდით რა. ძალიან ჯიგარი თუმცა ხარ. როგორც ვარჯიშებზე ვთქვი, ხო იცით, მაგრები ხართ, მაგრამ უფრო მაგრები უნდა გახდეთ. Os to the boss. გიგას გაუმარ, ჯოს. You tune into the Cartwellians on the Fight Hard podcast.